მოგესალმებით მეგობრებო. Როგორც იქნა მოსნეგა თელავში. ცოტა იქვით გამოჩნდა. დღეს პირველად გავიდე იქზე, ამთოვლიან ამინდებში. და ვნახოთ აბა რა იქნება. ზურამ კი ისე ამონა უკვე ეს დღეებია და სურათებს მიხრიდა რაღაცებს ნერვებს მიშლიდა, მაგრამ ნახოთ, ახალი პატრონები მოგვაქვს. რაღაცა კარგ ფორმაში გამოიყურები. ბედნიერი სახით ახარ, გუშინელის მერე. ნახოთ აბა რა იქნება, იმედია იქნება რამე რა. და საჩვენოს ვიპოვეთ მაგარი თოვლია გზაზე, მაგრადადევს. ხო და იმედი გვაქვს რა. ნახოთ აბა. მოვკალი ერთ ცალი მე მგონი. თუ არა. Mańca ma widzieć.
მაშინ და როცა იმასა მაშინავა. აი გავდგე ვარ მედიება. სამწუხაროდ იხვი აქაც არ არის. არა და გუშინ ამ თვაში მოკლეს. ზემოთაც მოკლეს ერთი ცალი. ახლა რატო არ არის არაფერი არ ვიცი. საინტერესოა. მოგესალმებით, მეგობრებო, კიდევ ერთხელ. ნადირობა, რომელიც გადავიღე და ვიყავით ახლა გასულები სამწუხაროდ უშედეგო აღმოჩნდა, ანუ არაფერი არ იყო მაგ დღისით. კიდევ რამდენიმეგან გადავიღეთ ჩვენ მეგობრებთან, ვინც იყვნენ გასულები უშუალოდ სანადიროდ ტბებზე ან ალაზანზე, მაგრამ არცად არაფერი იმ დღისით არ იტრიალა რა. ხო და გადავწყვიტე მაგნადირობასთან ერთად ყოველთვის უნდა გადამეღო როგორ წმენდა ჩემი იარაღს რა, როგორ ული იარაღებს. ხო და თან მაგ დროს თოლში ფეხი ამისრიალდა და რო დავშალე, ანუ ლულაში იყო ჩაფრილი ძალიან ბევრი თოლი და რო დავშალე რომ წავამეყარა ეს თოლი ლულიდან ძალიან გასაწმენდი იყო რა, უკვე დრო ჰქონდა გაწმენდის და ამიტომ გადავწყვიტე რომ მაგნადირობასთან ერთად თან გადამეღო როგორც მინდა თავს რა. ყოველთვის გაგრძელით ხოლმე თუ რან წაიქცევით ან რაღაცა ისე იქნება ლულაში იცის თოვლის ჭაყრა და ისე შეიძლება გასკდეს ჩვენი ლულა და დავიზიანოთ თუნდაც სახი ან სხვა სხეულის ნაწილი რომ აზეც ვერ მოვიდეთ რა და ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ ხოლმე ლულა. ხა ორლულიან შემთხვევაში მარტივია გადახსნით და ეგრევე გაიხედავთ ლულებში, ამის შემთხვევაში ცოტა უნდა იწვალოთ, მაგრამ არა უშავს. რა ჯობია იწვალოთ. ხა რო არ მინახა არ გამეხედა, ეს დაეფარებინა, შეიძლება სახი გამძრობოდა თან მაგის მერე ვისროლე იარაღი რა. ეხლა დავიწყებთ დაშლა, სტანდარტულად როგორც შეიძლება. არმსანი ალბათ ყველა მიცით. აი 12 დავშლით ესე ნაწილ-ნაწილ და დავიწყებთ შემდეგ უკვე გაწმენდას. ანუ ძალიან დასრულია. აი ეს კალიცოც ეთყობა ალბათ რაფერია. ამას გავათეთრებთ და მივიყვანთ იდეალურ დონემდე რა. გავათეთრებთ იქამდე როგორც ახალი. აი ესე დავშლით ყველა ნაწილს საკითხავად. აი ესე. უნდა გამოვიღოთ აუცილებლად მექანიზმით შემდეგ. ოღონდ სანამ მექანიზმს გამოვიღოთ, მანამდე ჯერ დავწმინდავ ამას სეთით. ამისთვის ვიყენებ ხოლმე ყოველთვის 2 ტილოს გავფენ და ნაწილებს ვალაგებ Z, რომელსაც ვასხავ შემდეგ უკვე Z-ს და ანუ არ Z-აო ასე ვთქვათ, ჩემს მაგიდას რა. ახლა დავიწყოთ დაზეთვა. Z-ს რაც შეეხება ვიყენებ ბალის ტოლს, ანუ საუკეთესო Z-ია მენდეთ. ანუ ამაზე კარგი Z-ი მე ვერ ნახეთ ჯერჯერობით ვერაფერი, რაც ნადირობ ამ წლების განმავლობაში, ანუ ამაზე კარგს მართლა ვერაფერს ვერ ვნახულობ რა. ვიყენებ ხოლმე ასევე ქვაბების სახეხს, ოღონდ ეს არის ბილი რა თქმა უნდა, რო არ დაკაწროს ლულა. ბევრი მეწინააღმდეგება მაგაზე რო არ კაწრავსო, მოკლედ მე ხმარობ რა და ძალიან მომწონს ყოფილი ვარ. და გვინდა წრიანი ეს ამას ვიყენებ ხოლმე მოსახსნელად ცილინდრ აი ჩოკების. ესენი ჯერ არ გვჭირდება, ესენი გადავალაგოთ დროებით აქეთ და დავიწყოთ ჩვენი ინვენტარის დაზეთვა.
გაზეთას მოვჭით. ახლა ვაცით ცოტა ხანი და შემდეგ უკვე ვიწყებთ ჩვენი ნაწილების კარგად გამშვალებას. ზეთის მოშორებას და შესაბამისად ერთად ამ ზეთს შორდება რა თქმა უნდა ჭუჭვიძე. ოღონდ აი ამ ზეთის აქ საშინელის უნ ერთი მინდა გითხრათ რა ვიცით ალერგია გაქვთ. მაგალითად ხოლებას მაწყებენ ნაწყებინეს ხოლმე ანუ აი ამაში მაწვება ეს ზეთის სუნი ზეთის ცუდის სუნი აქვს მაგრამ სამაგიეროდ თავის საქმეს იდეალურად აკეთებს რა. ანუ ვიყენებ ორ ცალ ჩვარს გასაწმენდად ერთი არის დასრული რომელიც არის პირველად იხმარებისთვის და ვამშრალებ ხოლმე თავიდან ამიწვენდა ანუ ზედმეტ ჭუჭს ვაცილებ ამ ნაჭრით შემდეგ ვიყენებ მეორეს უკვე სუფთას და სუფთათი წმენდა ხოლმე უკვე მეორე ჯერზე რა ნახეთ როგორი სუფთა გამოდის ნაწილები ანუ ის ჭუჭი და ზედმეტი რაღაცები რაც აქვს აბსოლუტურად ყველაფერი შორდება ამით რა მე მინდა კარგად გაჩვენოთ აი ეს რა მაგრად უნდა გათეთრდეს ცოტა ხანში ყველაზე მეტად მაგას ვაცდი ხოლმე გათეთრებას ზეთის ჩარჯდომას ესეც რომ გაუჯდეს და როდესაც კარგად გაუჯდება მე უკრად ვაჩვენდება ეს დამწვარი წამლის კვალი რა ესე ყველაფერი სათითაოდ იწმინდება ყველა დეტალი და მე რაღაცა არ იყოს და არ გაჭედოს ვისაც გაქვთ ესე იგი ინერციული არაღი ინერციული შემთხვევაში ამდენი ნაწილები არც არის რა 2-3 რაღაცა აქვს და ამდენი წმენდა და წვალება არ უნდა ხა ვისაც გაზიანი არაღები გვაქვს გაზ გადამტენი უпроსორად ყველას ესეთი წვალება გვიწევს იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ იარაღო არ გაჭედოს სხვა შემთხვევაში იარაღი აუცილებლად გაჭედოს იმიტომ რომ ეს გაზები ვერ გამოვა და საიდანაც უნდა გამოვიდეს, გაიჭედება ის გამომსვლელი არხები, ასევე ეს ალასკარაზეც მოძრაობს უკვე გაზების და ჭუჭყისგან იჭედება და ვეღარ მოძრაობს ესე კარგად, ესეც და ამიტომ ჯობია რომ კარგად გაწმინდოთ ხოლმე და რაც უფრო ხშირად გაწმინდოთ გაზიანი არა, ასეთ გაზ გადამტანი არ აქვს, მით უკეთესი რა. უფრო თამამად იქნებით თქვენც და იმედად იქნებით რომ თქვენი არაღი არ გაჭედავს რა თქმა უნდა. პროჟინაც უნდა გავწმინდოთ აუცილებლად და მინდა თან 1-2 თვე გითხრათ წლევანდელი ლიქვის სეზონზე, იმიტომ რომ გადის ფაქტურად სეზონი და ლიხვი არ აჩანს. იმედია წელს რამდენიმე იქს მაინც მოვინადირებ. არის კიდევ საკმაოდ დრო დარჩენილი, ხა არ ვიცი ეს ვიდეო როდის დაიდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის რა ის რამდენიმე დღე დარჩენილი კიდევ იმისთვის რომ ადამიანმა კარგად ინადიროს და ისე უნდა სწავალი იქ შემოვიდეს. ნახეთ როგორ პრიალდება. ანუ ხო წერან ხო გაჩვენეთ რა ფერი იყო. ან დაგჭა აი ეს პატარა შავი წერტილები. იმედია კარგად ჩანს კამერაში ხა ამას კიდევ ერთხელ დავამუშავებთ. ანუ ვასხავ ბალის სტოლს ზემოდან ისე. ცოტა ხანი ვაცდი და შემდეგ ვიღებ კვაბების სახეხს. და ვიწყებ კვაბების სახეხით გახეხვას. კარგად გახეხვის შემდეგ ეს წერტილები რა თქმა უნდა ნელ-ნელა ამოდის ყველაფერი. მოკლედ მეგობრებო, გავწმინდე. ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება 8 წლის ხმარებაში გამოვლილი, ტანჯვა-ტანჯვაში გამოვლილი ეს დეტალი. აი ნახეთ როგორი თეთრია. აღარ აქვს უკვე ის შავი წერტილები. აი იდეალურად არის გასხვავებული რა, მე მგონი კარგად ჩანს კამერაში. შემდეგი გადავიდეთ მექანიზმზე და ბოლოსთვის დავიტოვოთ ლურჯის გაწმენდა. მექანიზმს რაც შეეხება აი აქ ერთი პატარა შპონკა, აი აქ და აქ ხა ეს არ არის თლად კარგი საქციელი, რაც მე ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მიმართივდება რა და წვალება და რაღაცა. ვადებ წვეტიანს, ანუ ამ შემთხვევაში რუპი გვაქვს და დამჭერი მექანიზმი. ამით ესე ჩავაძრობთ. ნახეთ გამოვიდა აქედან მხრიდან, მოკიდებთ ხელს და წვრება. რაც შეეხება შემდეგ ამას. ანუ როგორ შლით ამ ნაწილს, როგორ ვიღებთ უпроსორად მექანიზმს. შიგნიდან აქ
კვილი აი აქ შიგნით, აი ამის შიგნით. ესე თითით შევწევ შიგნით. ანუ აი ესე გვიკავია, შევწევ და თანახეთ ეს უკვე მოძრაობს. გამოვწიეთ და წინ გავწიეთ და გამოდის. ანუ აი ამ კვილს ვაწვევით, აი ნახეთ. მე მგონი ჩანს. აი ამ კვილს უნდა მივაწვეთ აქედან. მექანიზმს გავწევთ წინ და თან გამოვწევთ და გამოდის. ამ შემთხვევაში ჩემი მექანიზმი არ არის ძალიან დაცული, უბრალოდ მინდა რომ გამომეღო და თან კიდე სისველეში მიწევს ხოლმე ეს ბოლო ხანები ტარება იარაღის და მინდოდა რომ დამეზეთა. მაინც რატო უნდა იყოს შრალად, იმუშავებს უფრო კარგად. მე ზარწმუნებული ვიქნები რომ პრობლემა ჩემ მექანიზმს არაფერი არ ექნება. გავწმინდა ასევე აი ამ ნაწილს, რომელიც ასევე არის დაშავებული და აქვს ერთი პატარა ზოლი. ამ შემთხვევაში ისე ვასხავთ ზედ ბალისტოლს. მივიღებთ სახეს. აი ესე კარგად წვენდავთ ამ ნაწილსაც. ახეთ ანუ მოშორდა. ვინც სახეხის თემაში არ დამემთახმებით, ანუ რა ვიცი, თქვენ გადასწყვეტეთ, თუ გინდათ გაწმინდეთ მაგით, თუ გინდათ ნუ გაწყვეტოთ, გაწმინდოთ, ეგ რა ვიცი, ყველას ინდივიდუალურია რა, ახლა რომ ლაპარაკობთ ხოლმე მეგობრებით, ზოგი ემხრობა მას შეგაწმინდოს, ზოგი იძახს რომ არ ვარ გავდა რა ვიცი, ხა ვისაც როგორ გინდათ და როგორ მოგესურვებათ, თუ გინდათ გაწმინდეთ, თუ გინდათ გაწმინდეთ, მე წმინდა ყოველ შემთხვევაში და ვარ ძალიან კმაყოფილი რა. მექანიზმს რა შეიძლება ხა დიდი წმინდა და რაღაცა არ უნდა, იმიტომ რომ ეს ზამთრის სეზონია და ბალახის თესლები და რაღაცები შეგარაცვია. აქედან გამომდინარე მექანიზმი გვაქვს ხოლმე სუფთა ზამთარში. ძირითადად უნდა ხოლმე ზეთის ჩაშვება, რომ ეს რაღაცა დეტალები იყოს დაზეთილი და იმუშაოს კარგად და წყალმა და რაღაცებმა არ დაგვიჟანგოს, ან რაღაცა პრობლემა არ შეგვიქმნას რა, თორე აი თითქმის არაფერი არ აქვს რა. სუფთა საკმაოდ. ეხლა კალაპოტსაც გავწმენდა, რაშიც უშუალოდ მექანიზმი ზის. რაც შეეხება შიგნით. ამას აქ ორი ცალი აი ეს ადგილი, აი აქ ორი ცალი ჭრილი აქვს რა შიგნით მოკლედ. საშიც დადის ჩვენი სალასკას ვეძახი მე რა. ეგ თუ კარგად არ არის გაწმენდილი, ზატორს როცა გამოწევთ, აი ესე რომ გამოწევთ და ხელს რო გავუშვით ნილამიდის ზატორი და იჭედება ამ რელსებში, ასე ვთქვათ რა. რელსები დავარქვათ, მოდი რაშიც ეს მოწევს. ამიტომ ეგ ადგილი კარგად უნდა გაწმინდოთ და არ ჩატოვოთ არც შემთხვევაში შიგ ზეთი. იმიტომ რომ ზეთის შემთხვევაში ეგ აუცილებლად მე ეს ზეთი გაშრება და რო გაშრება რაღაცა წებოვანი ხდება ხოლმე რა და მჭობია რომ არ ეგეთი რამე არ აქნათ. უბრალოდ გაწმინდეთ შიგნიდან კარგად და სხვა დამატებით არაფერი არ ჭირდება. ჩასმის შემთხვევაში ანუ თითით მიწოთ ნახეთ. ამ თითით შევწიეთ ეს ადგილი. შევსვით მექანიზმის თავის ადგილზე და დავწიეთ დაბლა და ეს კაცუნობს, ანუ შეგნით ეს პატარა რაღაცა. შემდეგ ვუყრით აი ამ შტირს. ანუ ეს უკვე აწყობილი გვაქვს რა. გავაგრძელოთ ახლა შემდეგი დეტალების აწყობა. როგორც გითხარით, ანუ მეორე სუბტიტილო მაქვს, რომელსაც ვიყენებ უშუალოდ აი მეორე პირად. ანუ პირველი პირი გავწმინდეთ უკვე. პირველი ძიება პრუჟინა. შემდეგ აი ეს დეტალი გვინდა. ასეც გადავუსვათ, თუ რამე დარჩა. ერთ აი ამ დეტალს, რომელსაც ვთქვათ აი ესე. შემდეგ გვაქვს ეს დეტალი, რომელიც ხდება აი აქ კვილებით, ესე ნახეთ. ესე ჩავსვათ აქ. დავაწევით დაბლა და გავუყრით ზატორს. სულ ეს არის ჩვენი, ესე იგი, ძირითადი იარაღის აწყობის ამბავი. ეხლა გადავიდეთ უკვე ლულის გაწმენდაზე. ლულას რაც შეეხება წმინდა ორნაირად რა. ანუ ორნაირად კი არა და უბრალოდ ორი საწმენდი მაქვს. ლულისთვის პირველი ეს არის რომელიც ჩაეხრახნება, აი ეს. ესე იგი ეს რისთვის არის? ეს არის იმისთვის, რომ ანუ გავატარეთ ლულაში და ზედმეტი ნაგავი რაც არის, გამოყრის გარეთ. რომ შეგენთ ნაგავი არაფერი არ იყოს. ეს რა თქმა უნდა 12 კალიბრის გათვლილი.
ეხლა ეს მაქვს ცოტა დამოკრებული და დავაგრძელებ, იმიტომ რომ ჩემი არახს არ აწვდება და არის 76-იანი ჩემი გულა, როგორც უკვე ბევრ ნადირობაში აღნიშნული მაქვს და რადგანაც არ აწვდება, ამიტომ ცოტა ამას ვაგრძელებ ხოლმე, ესე შეგიძლიათ დააგრძელოთ რა. ანუ ამ შემთხვევაში ჯერ ზეთის დასმა არ გვინდა რა. უბრალოდ ესე გავატარებ. რამდენიმე ჯერ, ესე. რამე არის ნაგავი ყველაფერს გამოიტანს. So. ოთხარეს არაფერი აღარ გვინდა. ეხლა ჩვენ გავაკეთებთ ეგეთ რამეს. და მე თან ამოუტროულად უნდა გავწმინოთ ლულასთან მდებარე აი ეს არხები, საიდანაც გამოდის ჩვენი არახში არსებული გაზები რა. მოკეთებთ მეორე აი ამას რბილს. ესე დავამაგროთ უკან და ვასხოთ ზეც. გემოვნებით რა თქმა უნდა. ეს გომრობით. ზეც არ ვინანებთ. კარგად არის უკვე დასრულებული. და ამ ზეც ვატარებთ ჩვენ პატიცემულ ლულაში აი ეს. რამდენიმე გატარების შემდეგ რომ მივხვდებით რომ ლულა საკმაოდ დასრულდა ზეთისგან ხსნით და ცოტა ხანი ვაცდით რომ ზეთმა თავისი საქმე გააკეთოს. ასევე შეგვიძლია ცოტა ზეთი ჩავასხოთ. ასე. მე რასაც გავატარეთ, გავვადვილეს გაწმენდა. ასე. და შემდეგ გადავდივართ უკვე აი ამ ადგილის გაწმენდაზე, საიდანაც გამოდის გაზები. აი აქ. ანუ ამაში იცის ძალიან ბევრი ჭუჭის დაგროვება, ასე და ნავჭის დაგროვება. აი უყურეთ როგორი შავი გამოვიდა რა, აი გაჩვენეთ თეთრზე. ნახეთ. ანუ ძალიან ბევრი ჭუჭი გროვდება ამ ადგილშიც. შესაბამისად, ანუ ამ ადგილსაც საკმაოდ კარგი გაწმენდა ჭირდება, რომ გაზების გამოდევნა მოხდეს ადვილად. და მაგისთვისაც ისე ვიყენებ ხოლმე აი ამ სახეხს. ანუ ეს ადგილი გასუფთავდა. ზედმეტი რაც იყო მოშორდა აბსოლუტურად ყველაფერი. ეს არის იდეალური. ეხლა რა ქენით ხოლმე კიდევ ერთი რა შემიძლია გირჩიეთ. ანუ ვიყენებ აი ესეთ რაღაცებს. ნახეთ რისი შენდა. ამას აქ ეს პატარა თავი აგრესივით. ამას ყოფ შიგნით არსებულ მილაკებში. ანუ აქ შიგნით აქვს მილაკები რა. პატარა ნახრეტები და ესე ამით ვაკეთებ. და თუ კი რამე არის ჭუჭი, ნახეთ რა ფერი გამოდის. მე ჭუჭი გამოვაკ. ანუ ეს ყველაფერი გამოვაკ. ეს რა თქმა უნდა არის ერთჯერადები. ანუ თემუდან მას ამოწელი არ მაქვს რომ თქვენი 1 ლარი მივეც თუ 2 ლარი ამებში. და აი ერთი გაწმენდა იტანს რა თქმა უნდა გადასახრელია. რა ყოველ შემთხვევაში თავის საქმეს მშვენიერ დაკეთებს მე მომწონს. მშვენიერ დასუფთავებს აქ არსებულ მილაკებში ჭუჭს. რა კარგია რა. მილაკები გამოვასუფთავეთ. მან არ არის შეგინთ უკვე დაწმუნებული ვარ არაფერი დაგროვილია. შემდეგ ეხლა ეს ვაკეთებთ რა. ხო კარგად გავწმინდით ეს. ეხლა ვიღებთ ასეთ ისევ დასრულ დილოს. რა თქმა უნდა არის საკმაოდ ზეთიანი ესეც და ამასაც ვატარებთ დამატებით კიდევ ერთხელ ლუაში რომ კარგად დავზეთოთ ჩვენი ლულა. აი ესე. რამდენიმეჯერ გატარების შემდეგ ნახეთ, ანუ არ ვიცი ხა რამდენად ჩანს. ლულაში არის რა თქმა უნდა კიდევ დარჩენილი ჭუჭი და არის დარჩენილი წამლის ნაგლესები. წამლის ნაგლესების მოსაშორებლად ვიყენებ ისევ რა თქმა უნდა სახეხს. ვათანსებ სახეხს ესე ჯოხში. ეს ჯოხი არის ამაჩემის გაკეთებული ეს საწმენი შვამპოლი დავარქვათ, როგორც აქვია ქართულად. და ესე ხოთ და ესე კარგად დავწმინდოთ ამას. აი
იდეალურია რა. აბა თუ გამოჩდება, იმედია გამოჩდება, მოდი GoPro-ით ვთქვი. გადაღებას იმედია გამოჩდება GoPro-ზე ჩვენი გარკვეულებული ლულა. აი რა კარგად არის გასვთავებული. ასევე ნახეთ, რა მაგრად არის გასვთავებული. აი ეს დეტალი, რომელიც არის უბრალოდ გათეთრებული. ეს ყველაფერი არის დამსახურება აი ამ ზეთის რა. მოკლედ მეგობრებო, ესეთი არის სასწაულის ზეთი რა. გავაგრძელოთ ახლა აწყობა, ანუ ჩვენი იარაღის. დარჩენილი გვაქვს აი ეს რომელსაც ვამაგრეთ ესე. შემდეგ ზემოდან ვსვავთ ლულას და სატორზე ხელის წაწევით და სანამ ის ჩამოწევით, პირველ შემთხვევაში სანამ არ ჩავსვავთ ჩვენ პლასტმასს და არ დავაფიქსირებთ ამ ადგილს, მანამდე აუცილებლად უნდა არ უნდა გავატკაცუნოთ რა, უნდა გამოვიყოთ სასქლეც. სადაც ხელს კიდევ ხოლმე ყოველთვის იმ ადგილებს აუცილებლად წმინდა და არ ავტოვებ ესე გასაწმენდს. იქიდან გამომდინარე ხელი შეიძლება თქვენს ოპს. აი ეგრე. ესა. ოპა. ნახეთ. ორეთ. ანუ აი ესე უნდა მიდიოდეს ადგილად რა. როცა გასაწმენდია იარაღი რო გამოწევთ სატორს. აი ესე კეთვით მიდის და ბოლოსში უკვე უჭირ. ეგ არის. იდეალურია. და გვჩება ეხლა ჩვენ უკვე ჩოკის მოხსნა და ჩოკის გასუფთავება. ჩოკსაც ანალოგიურად მოხსნი, გავასუფთავებ. თქვენ კი მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაიზაროთ, ლაიქები და კარგი სასიამოვნო კომენტარები. რა თუ რამე რჩევა გექნებათ ეხლა თოფის წმინდის ამბავშიც გავიზიარებ. მაგ თქვენ რჩევებსაც თუმცა რა ვიცი, სწორხმობ და რაც მოდირო, მე ყოველთვის ეგრევე წმინდა და ჩემი იარაღები ყოველთვის კარგ მდგომარეობაში. ახლა ვიზუალურად რა გითხრათ, იმიტომ რომ მე არ მოყვარს ზოგადად ძალიან ზედ გადავაყდე იარაღს. იმიტომ რომ ანუ იარაღი უნდა გამოიყენო რა. უნდა გასიამოვნოს იარაღმა და ისე უნდა იყო აი წვიმს და გარეთ ვერ გავიტანა რაღაცა მოირიდო. მაგისთვის მაქვს მეორე იარაღი ორლულიანი, რომელსაც სხვათა შორის თუმაში არ გამაქვს, რომელიც და დღეში არ მაქვს ხოლმე. ეს გავწმინდეთ. ესე უკან ჩავსვით. და ჩაუჭერთ პატივცემული 2 წრიანით. სულ ეს იყო მეგობრებო დღევანდელი ჩემი იარაღი გაწმენდის ვიდეო. როგორც გითხარით, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ და ბევრი სასიამოვნო ვიდეოები შეგხვდებათ ხოლმე. აუცილებლად მე გარედან ერთილოს გადავკრავ ხოლმე, იმიტომ რომ ხან ტალახებია, ხან ის აქ, ხან ის აქ და კარგად რომ გამოიყურებოდეს ლამაზად. გავწმინდა და შემდეგ უკვე ჩავსვით ჩასადებში და შევინახავ სახში რა. აბა ყველას კარგი ნადირობა, წარმატებული სეზონის დასასრული და იმედია ყველას შეგხვდებათ იქვე რა წელს მაინც. შაშან იყო სეზონის ბოლოს რაღაცა შემოვიდა, იმედია წელსაც რაღაცას ვნახავთ. გამოიწერეთ ჩემი არხი და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება. ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისხის ლაიკი და იცოდეთ რომ აი მალე გავყიდე მე ერთ ლარად აი ამებს ხლავე ერთ და მეორე არის ძალიან ლამაზი ის თუდი გამოვიდა ეს ძალიან ლამაზია და აუცილებლად ამასაც დავუდგეთ. ეს არის ნარუტოსი. აი ეს ნარუტოსი ახალია თავზე. ეს არის სასკის. ეს ახალია სასკის თავზე.